ჩამოთვლილი ცხოველებიდან რომელია ყველაზე მძიმე? ბიზონი, ბეჰემოტი, მარტორქა ძუძუმწოვარი რომელია? და ჟირაფი. დრო ჩაირიცხო. ჟირაფი ძალიან მაღალია. ბიზონი გამახსენე რომელია? ამერიკული ბუფალო ბიზონი. მარტორქა უფრო დიდია თუ ბეჰემოტი? მოდი ეს რა გახსოვს? მარტორქა. ჟირაფი ნანახი გაქვს? ძალიან მასიური. მაგრამ წვრილი ფეხები აქვს מחარ. ერთს ხომ არ გამორიცხავდით ყველაზე მეტად რომელი არ მოგწონთ? აი ჟირაფი გამოვირიცხოთ. აბა. აი ეს თქვენი გადაწყვეტილი. მარტორქა მგონია მე ამ ბეჰემოტი რატო ვაკაცრავ. მაშინ მარტორქა უნდა იყოს. ანუ ბეჰემოტი ესეთია და მარტორქა კუნთი არის. ხონი უფრო მძიმე თუ კუნთი? უფრო მძიმეა. აი ეს ისე უბრალოდ კითხებას თუ რამეს კი არ გაგიშტე. ამ ორ შორის თუ რჩოთ მე მარტორქას ავირჩევ. ლაშა ნუაკეთებ მაგეებს. და 3000 ლარი დადეს. მე გითხარით რომ ეს თამაში მხოლოდ ლოგიკა არ არის. ინტუიციაც მუშაობს აქ და აუცილებელია მე ჩემს კალათას მომიმარჯვებ. მე გეტყვით რომ ყველაზე დაბალი წონა ბიზონი. რომლის საშუალო წონა გახლავთ დაახლოებით 600 კილოგრამი. ჟირაფი ტანის ხარჯზე დაახლოებით 1500 კილოგრამი საშუალოდ არის ჩვენი ჟირაფა. მარტორქა, მეგობრებო, არის ცხოველი, რომელსაც საკმაოდ მძიმე ჯავშანი აქვს. მაგრამ და მისი წონა არის 2.5 ტონა. მაგრამ მე კითხვა დავსვი, ხონი უფრო მძიმეა თუ კუნთი მეტი, იმიტომ რომ ბეჰემოტი საშუალო წონა არის 2 ტონა, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ სწორი არჩევანი გააკეთეს. ბრავო, მეგობრებო.